ძალიან დიდხანს ვფიქრობდით ბატონო მერა როგორ მოგვემართა ჭოჭმანობდით იმდენად ვერ ვბედავდით სავით რომ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა ჩვენ გადაცემაში სტუმრობა და ბოლო-ბოლო გადავდგით ნავიჯი და ძალიან მიხარია რომ დღეს ასეთი მაგარი ადამიანი ყავს სტუმრად. პრობლემა არ არის ჩემთან საუბარი. ძალიან დიდი ხანია ამბობს ლადო ბატონი მერაბი და უნდა გავუბედოთ ხოლმე ლადო. თან მე მგონი კარგ რაღაცას ვაკეთებ ბატონო მერაბ სულ მომოთ ხოლმე რომ ჩვენ ამ გადაცემაში პოდკასტში სიყვარულზე ვსაუბრობთ, ოჯახზე ვსაუბრობთ და ამიტომ უფრო თამამები ვართ ხოლმე ძალიან დიდ ხალხთანაც რომ მივდივართ და ამიტომ გავუბედეთ მოკლედ მოსვლა და ჩვენი სტუმარი არის არაჩვეულებრივი ადამიანი, დარწმუნებული მართლა ყველასთვის საყვარელი რეჟისორი ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი. ძალიან დიდი მადლობელი ვარ მობრძანებისთვის. მადლობთ. გისმენთ და ნახოთ ვისაუბროთ აბა. მიშო სტუმარი წარმოადგინეთ და აუცილებლად თქვათ ჩვენს მხარდამჭერზე. კარგი ამბავი გვაქვს საკმაოდ. კი, სექტორი D3 კომპანია რომელიც საოცარი პურებით გვანებივრებს, აქვს არაერთი სახეობის უგემრიელესი პური რომელიც ყველა მარკეტში შეგვიძლია შევიძინოთ. შევეცდებით ციციან შენ წარმოიდგინე მაგ პურების ამბავი. რომელი ფავორიტი რომელია? სახელი გავიხსენო ჩიას ტოსტის პურია, მაგარია, მაგრამ მე როგორც ლუდის მოყვარულს ყველაზე მეტად ჭვავის პური მიყვარს. მოკლედ აუცილებლად შეიძინეთ ძალიან კმაყოფილი და გემრიელი დარჩევით აცთავარია. მადლობა სექტორ D3-ს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის და არც სხვების თუ გამოჩნდებიან დიდი სიამოვნებით. აქა ვართ, აქა ვდგავარ და სხვა გვარად არ ძალგვიც. ბიჭები მყავს 14-ის და 9 წლის. ცოტა მიჭირს ხოლმე ქართული ფილმები რომ ვაყურებინო და დაახლოებით 2 კვირის წინ ზუსტად ვაყურებინი არ დადეგები. მართლა ისე დაემთხვა. და მართლა მასე იყო და გამიკვირდა ბოლომდე უყურა ორივემ რა. ის დაძმის თემების მოტისმა და ვიოლინოზე დაკვრა და ყველაფერი ძალიან მოეწონათ და ამ ფილმით დავიწყებ ზუსტად მოსკოვში დაიწუნესო, იმიტომ რომ მამებს და შვილებს შორის ასეთი ურთიერთობა არ უნდა იყოსო. რატომ დაიწუნეს ეს თქვენც გითხარით და საბჭოთა კავშირი იყო. და ნუ თავისთავად ცხადია გამოსვლა ქვეყნის ხელმძღვანელის იყო ხოლმე ყველასთვის ასე ვთქვათ კანონი. რატომღაც ეს არის პერიოდი 60-იანი წლების დასაწყისი არის. ხრუშჩოვი არის მაშინ. და ხრუშჩოვს რაღაც წამოწდა ხელოვნებასთან და იმასთან დაკავშირებით და შემდეგ დაიწერა ამაზე რაღაც გარკვეული განკარგულება, რომ მამების და შვილების, ასე ვთქვათ, სასიკეთო ურთიერთობები, მშობლების და ბავშვების არის ერთ-ერთი გადამწყვეტი და ამ დროს იყო სწორედ როდესაც ამ ფილმს ვაკეთებდი, სადაც საუბარი და ამბავი იყო რეზო ინანიშვილის მშვენიერი მოთხრობების მიხედვით იყო პუნქტი იყო აჯანყება ბავშვების ასე ვთქვათ ესეთი მამის მიმართ რომელიც თავის ასე ვთქვათ აზრებს და თავის პრინციპებს რაც ძალადობის პერიოდში იყო დაბადებული და თვითონ აკეთებდა იმ საქმეს რომელიც მას არ უყვარდა, მაგრამ თავისთავად ცხადია ოჯახისთვის, ბავშვებისთვის, თვითონ თავის არსებობისთვის საჭირო იყო ეს ყველაფერი გაეკეთებინა და ამიტომ აძალებდა იმას, რაც მისთვის ასე ვთქვათ ყველაზე მთავარი იყო მშობლისთვის. სახში. შენ ბოტანიკა ისწავლე, დარო დაუკრავს. მე დარო წინს აიგითხავს და შენ დაუკრავ. არ გირა მამარა, არ მოყვარს აი მუსიკა, არ მოყვარს, ვა. შენ როგორია ბიჭო? მე კი მიყვარს დილიდან საღამომდე სანგარიშოზე ჩხაკუნი. აი აქ მაქვს მოსული. ანდა დედა შენს უყვარს? მაგრამ მაინც მუშაობ. ცხოვრება ეგეთია შვილო. ვიცი რომ არ გიყვარს. არა უშავს. ნელ-ნელა შეეჩვევი და მერე შეგიყვარდება. რა იყო ეს ბუნებრივია ის ნაკლებად ასე ვთქვათ ბუნების და გარშემო მეგობრების და ასე ვთქვათ ამ გარემოში ყოფნა თუნდაც არ დადეგების დროს ბავშვებისთვის და პირიქით იმის კეთება რაც ძალიან კარგია ბუნებრივია მუსიკასთან არის დაკავშირებული გაკვეთილებთან ყველაფერთან მაგრამ ძალადობა არასოდეს არ არის კარგი ამიტომ საბოლოო ჯამში ეს ბავშვები აჯანყდნენ
და ამ აჯანყებამ როგორც ჩანს შედეგი გამოიღო, იმიტომ რომ ფინალში ჩვენ ხედავთ რომ სამივე ერთად მამა და ორივე შვილი ხედან და თევზაობენ. ესე იგი გაიმართლე. ლადო ფილმს რო უყურებდი ხოლმე ბავშვობაში ბატონო ვერა ძალიან მიყვარდა გულწრფელად. ის მომენტი მიყვარდა როსტი და ის თავარი გმირი. სოკოს რო იპოვიან და რო რეალად ჭამე. და სულ ვიჯექი ხოლმე რო ვიცოდი რომ მაგ ფილმისთვის უნდა მეყურებინა დედაჩემს კარტოფილს მოვახარშევდი ხოლმე და იმ დროს ვიწყებდი სოკოს არ მაჭვედრე და იქ ერთი კარგი დეტალი იყო მეც მომწონდა ის დეტალი ამ სოფელში ყოფნის შედეგად ეს ქალაქელი ბიჭი იმასაც შეეჩვია რომ იმეორებდა მის მოქმედებას და სოკო რომ მიაწოდა მეგობარმა ხელზე ჩამოარტყა სანამ შემჭამ მე შეგჭამ ის მიყვარდა ხო იმის თანა სასა ცილო ბატონო მერაბ ისიც ხანდახან ქუჩაში მივდივარ და ამ დროს მოდის ვიღაცა და წაიმღერებს ხოლმე მაგას ხდები რომ ესე იგი ან ეხლა ნახა ნახსოვს თუ ასაკოვანი სასიამოვნო იქნება რასაბზანებს ეს დიდი ბედნიერება ბატონო მერაბ 2 წლის იყავით როდესაც მამა დააპატიმრეს და წაკითხული მაქვს თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ავადიყავით ძინარეს გაკოცათ და ეს კოცნა არც გახსოვთ ეს კოცნა მე იმდენად არ მახსოვს რომ დედამ მომიღო ეს მე ყველაფერი თორე 2 წლის ასაკში ძნელი იყო თანაც ავანტყოფი ვერ დავიმახსოვრებდი იმიტომ რომ მე ნახევრად მძინარე ვიყავი ცუდად ვიყავი და ეს იყო ძალიან მძიმე როგორც მე დედამ ამიხსნა ყველაფერი იმიტომ რომ მამას სასაყვანად რომ მოვიდნენ ნუ აქოთ ეს ყველაფერი მე ავათვარ და მამამ თქვა რომ რა სისულელე არის კაცო მუსიკოსი ვარ რა შუაშია ჩემი ასე თქვა ეს დაპატიმრება და მერაბი ავათარი და როვაკოცო გაიღვიძებს და ოფიცერი რომელიც მასთან ერთად მოვიდა მისი ვისაც უნდა წაიყვანა იმან თქვა რომ აკოცე ეს ნიშნავდა იმას რომ მამა აღარ დაბრუნდებოდა მან იცოდა ეს ამბავი ეს ბუნებრივია მე დედამ მითხრა იმიტომ რომ მოგეხსენებათ ესე იგი მამის წაყვანის შემდეგ ჩვენის აღარ გვინახავს ის თურმე ეტაპირებისას მატარებელში გარდაიცვალა გულის შეტევა ეთყობა მოვიდა და თუმცა დასკვნაში რომელიც ჩვენ მოგწეს დაახლოებით 25 წლის შემდეგ ეწერა რომ ფილტვების ანთებით მაგრამ მე არ მჯერა ალბათ გულის შეიძლება ფილტვების ანთებაც იყო ეხლა ამას მნიშვნელობა არ აქვს და ამან საოცრად მოქმედა ჩემზე როდესაც ეს დედა მომიყვა როცა მე უკვე საკმაოდ 13 წლის ვიყავი და როცა თქვა მითხრა რომ შენ ყველაფერი უნდა იცოდე აი ეს იყო ყველაფერი ერთ-ერთი ვერსია რაც წავიკითხეთ ევგენი მიქელაძის გამოსარჩლების გამო დააპატიმრესო რატომ და მან თქვა რამოდენიმე ადამიანში რომ ასეთი დიდი პიროვნების რომელსაც ამდენი სახელი მოუტანა ქართულ მუსიკას ქართულ ხელოვნებას როგორ შეიძლება ასეთი ადამიანისაც დასჯა დაპატიმრება სამი ადამიანი იყო ეთყობა ერთ-ერთი იყო ის ვინც ეს ყველაფერი მიუტანა იქ სადაც მიქონდათ დამსვენებს და ასმინა როგორ ჩანს დედა მიცოდა ვინ იყვნენ არასოდეს არ მითხრა იცით არა მე არც მithქვამს რომ როგორ იყო ყველაფერი ასე გავიგე რომ ასე იყო და მე მადლობელი ვარ იმიტომ რომ დედა მოიქცა ისე როგორც უნდა მოგცეულიყო ღირსეული ადამიანი ბატონო მერაბ არ იყო რთული მტრის შვილის სახელით ცხოვრება აი რა საინტერესო ამბავია იცით რასაკვირველია ბევრმა ეს იგრძნო და ბევრის მოგონებებში ეს არის როდესაც მამა წაიყვანეს 2 წლის ვიყავი შემდეგ სკოლაში ვსწავლობდით და აი გულახდილად რომ გითხრათ იცით როგორ იყო
რიგში სადაც ჩვენ ვიჯექით 10 მოწაფენ 5 რიგი იყო. იქიდან 5-ის მამას ჩვენ არ ვიცნობდით, იმიტომ რომ ომის პერიოდი იყო, მოგეხსენებათ, ზოგი დაპატიმრებული დახვრეტილი იყო, ზოგი ომში იყო, ხო? აი 10 ბავშვიდან 5 უმამოთ ვიყავით. ესე იგი, მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც დედები აი დედმამა, ესე იგი, დედა იყო იგივე მამა. და მათი ასე ვთქვათ, დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, სიყვარული, თავისთავად ყველაფერი, ესე იგი, რაც შეუძლია უფროს მიაწოდოს ბავშვს, ეს იყო დედმამის ორივეს დამოკიდებულება. დედაც ასე იქცეოდა, ხანდახან ის იყო ძალიან ვაჟკაცური, ხანდახან ჩემთვის საცაცო ვთქვათ, მეტად ის მაგალითად მეც მერე დედა ძალიან უნდოდა, რომ ვიოლინოზე დამეკრა და მეცადინობდი, მაგრამ ისი არ მიყვარდა, თუმცა მშვენიერი სვენა მქონდა მაშინ და მუსიკალურიც ვიყავი, მაგრამ ძალიან ზარმაცობდი და ერთ დღეს იქამდე მივიდა ყველაფერი, რომ ამის გადავწყვიტე, რომ თავს მოვიკლავდი, იმიტომ რომ დედა მაზალებდა და ჩანგალიც დანა მინდოდა, მაგრამ ჩანგალი მომხდა ხელში და ჩანგალი დავირწყე. ესეც იყო. თუმცა უნდა გითხრათ, რომ დედას ბევრი რამ მქონდა ისეთი, რაც გარდა ღირსებისა, ვაჟკაცობასთანაც იყო დაკავშირებული. ისიც მუსიკოსი იყო, პიანისტი იყო. იმიტომ რომ იყო დღეები, როდესაც მან ბევრი რამ გამაგებინა, სად არის სიმართლე, სად არის ნამდვილი ქცევა, კაცური ქცევა, პატარა ასაკში იყო ეს პერიოდები. ყველაზე ხშირად რას გიყვებოდათ ხოლმე მამის შესახებ დედა? ერთ-ერთი ძირითადი და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი შემდეგი იყო, სადაც აი როგორი იყო მამა უცებ ვიგრძენიმე. იცით, ბიძა, დედის ძმა იყო, როგორ გითხრათ, ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და ამავე დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილთან იყო მისი, ასე ვთქვათ, ახალგაზრდობა დაკავშირებული. ძალიან კარგი ეკონომისტი იყო, ეკონომიურზე სწავლობდა ის და ეთყობა იქ იმ რაღაცა ეხმარებოდა ამ ეკონომიკურ საკითხებში. და პატიმრეს ისიც მაშინ როდესაც აჯანყება მზადდებოდა. და იყო დუშეთის ციხეში დაპატიმრებული. მარტო ის არ იყო, კიდევ რამოდენიმე სხვა ადამიანი იყო ქაქუცას მომხრეები. ესეც ქაქუცა თავს დაესხა ციხეს, გაანთავისუფლა და ბიძაჩემი მასთან ერთად გავიდა უცხოეთში. ეს მოგხსენებათ 20-იანი წლები არის. 35 წელს მე დავიბადე. ბებიაჩემი ოცნება იყო ბებიასი, რომ მისი ვაჟი როგორმე კონტაქტი ან რაღაცა ცოდნოდა მის შესახებ, ან რომ საკრძალული იყო ყველადაირი მიმოწერა. ის უკვე საფრანგეთში იყო ამასობაში და მიმოწერა არ არსებობდა და მე დავიბადე და გადაწყვიტეს, რომ რა ვქნათ, სახელი უნდა დავარქვათ და ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას და ბოლოს და ბოლოს მამამ თქვა ჩემმა, რომ მოდიო, თქვენ ყველამ დაწერეთ თქვენი სურვილი სახელები. მე ამას ჩავღრე კუთხში. ამოვიღებ ერთ-ერთ და რა სახელიც იქნება, ის დავარქვათ. დაწერეს, ჩაყარეს კუთხში. ამოიღო და თქვა, მერაბი, ბიძაჩემს მერაბი ერქვა. დედამ მითხრა, რომ მე გავიგე მამასგან, რომ ყველა ქაღალდზე მამას მერაბი დაუწევი. ეგვიპტეზე უნდა მეკითხა. აი, აქედან გამომდინარე, უცებ წარმოიდგენთ, როგორი ადამიანი იყო. ვაჰ, რა მაგარი ჟესტია. მაგარი ჟესტია. თქვენ თავად როგორი მამა ბრძანდებით? ისიც ალბათ ჩემ შვილებს უნდა გითხოთ და შვილიშვილებს.
მართალია ჩვენ ხშირად გვაქვს ეხლა კამათი მათთან, იმიტომ რომ მოსაზრებები სხვადასხვა პატარები არ არიან, უკვე დიდები არიან, მაგრამ ერთი რამის თქვა შემიძლია, რომ არასოდეს ძალადობისთვის არ მიმართავს მათ მიმართ. რაც მათ უნდათ, ჩემთვის ის ძალიან ძვირფასი იყო და ყოველთვის ვცდილობდი ამ თვალსაზრისით დავხმარებოდი არჩევანში. რა იყო მათთვის ის, რასაც მათ ბედნიერად გახდიდა ქვეყანაზე და ისინი იმას აკეთებდნენ. ბედნიერებაა, რომ მიუხედავად რთული პერიოდებისა, რომელიც მათაც გაიარეს, მეც თავის დავაცხადია, ესე იგი, ომი იყო მოგეხსენებათ, როცა მე სკოლაში წავედი 30-იანი წლები ეს რეპრესიები და ყველაფერი რთული პერიოდია. ყოველთვის ისინი ირჩევდნენ რაღაც ისეთ მნიშვნელოვანს, რომელიც ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო და ასე ვთქვათ, არასოდეს არ შორდებოდა იმ პრინციპებს, რომლებიც ქრისტიანულიც არის და რომელიც სიკეთესთან და სიყვარულთან და სიმართლესთან არის დაკავშირებული. ბატონო მერაბ, ეხლა თანამედროვე ადამიანი ყოველთვის მიზედად ამბობს ხოლმე, რომ ძალიან დაკავებული ვარ, ბევრი საქმეა. მაშინ ახერხებდით ურთიერთობას შვილებთან, გქონდათ საამისო დრო, თუ მაშინაც ასე იყო? ისიც სასაცილო ამბავი უნდა მოგიყვეთ ერთი. როგორ არა, თავისთავად ცხადია ვახერხებდი, მაგრამ ჩემი მეუღლე დედა იყო მათთვის ასევე ძალიან უფრო ხშირად, იმიტომ რომ მე ხანსად ვიყავი გაზაფხულზე და სანდად ვიყავი და ერთ დღეს მაგალითად ერთი გოგონა მე თბილისში არ ვიყავი, რომ შემატყობინეს და გამოვარდი თბილისში და უკვე დაბადებული დამხვდა, ესე იგი ესეც იყო და ერთ დღეს ფილარმონიის დარბაზში იყო შეხვედრა და ჩემთან შეხვედრა და მკითხეს სხვადასხვა ისინი და მე მკითხეს რომ მეუღლესთან ურთიერთობა როგორი იყო და მე ვუთხარ რომ ის გმირი არის, იმიტომ რომ იცით წარმოიდგინეთ თქვენ ჩემი ორივე შვილი უჩემოდ შობა დაიხოცა დარბაზის სიდით, იმიტომ რომ შობიანობა იყო. კარგი ისტორია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ბატონო მერაბ, რომ დედა, ნებისმიერი დედა არის გმირი, იმიტომ რომ წარმოუდგენელ რაღაც საკეთებს თავისი შვილებისთვის. მამაც ბუნებრივია, მაგრამ დედა მაინც გმირია, ალბათ უფრო გამორჩეულად, არ ვიცი. დედა საოცარი რამ არის დედა. აი მაშინ ერთ ამბავს კიდევ მოგიყვებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ესე იგი, სკოლაში ძალიან კარგი კლასი ქონდა, იცით ჩვენ რომ წარმოიდგინოთ თქვენ ჩვენი კლასიდან 3 რუსაველის პრემია ლაურეატი გამოვიდა. ერთი ლომერ ახვლედიანი კინოოპერატორი, ლენინური პრემიის ლაურეატი იყო, სახელმწიფო პრემიის ლაურეატებიც იყვნენ, ისე რომ კარგი კლასი იყო ძალიან. ხო და ჩვენ კარგ ოთახში მოხვდით პირველი სკოლა, გიმნაზია ახლა ეროვნული, იქ ვსწავლობდი მე. იმ ოთახს ერქვა სტალინის ოთახი და მთელი კედლები იყო სულ ლოზუნგებით და ჩვენი ასე ვთქვათ იმების, ბელადების სურათებით მოფენილი. დაგვავალეს ლექსის წერა, მეორე კლასში ვიყავით მაშინ. შეიძლება იმის ბრალი იყო, რომ ასეთი გარემოში ვიყავით ჩვენ, შესაძლოა იმის ბრალი იყო, რომ ჩვენი პოეტებიც მაშინ ბელადებზე წერდნენ ლექსებს. ყველა ჩვენგანმა დაწერა ლექსი ბელადზე. მე ბერიაზე დავწერე ლექსს. ძალიან ამახი ვიყავი, მივედი სახლში, დედა გვიანბრუნდებოდა 2 სამსახურში მუშაობდა და ვერ დავიძინე და ველოდი მოვიდა დედა, ჩამომიჯდა საწოლზე მომეფერა და როგორ ახლა დედა იცი ლექსი დავწერე. აბა ერთი მითხარიო და მე უთხარი. მიყურა და მე მითხრა, არ გავიგო, ოდესმე ლექსი დაწერო. გავიდა რამოდენიმე დღე და მომიტანა 2 შიგნი. ერთი იყო ბარათაშვილი, მეორე იყო ალექსანდრე ჭავჭავაძე. და მითხრა რომ აი ეს საიკითხე. მე იფიქრე.
და ასე შემდეგ. აი ესე იყო ესეთი ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი სიმართლის. ბატონო მე მოდი კითხავთ რა ეს ისტორია ვიცოდი რა თქმა უნდა და გაბრას და თუ ლექსი არ მოეწონა როგორ ფიქრობთ? გაბრაზდა კი არა იცით რა არის ის მიხვდა რომ თავი ეთყობა მიხვდა იმას რომ თავიდანვე უნდა ვიგრძნო მე რა არის სიმართლე რას არ უნდა აყვე რა არასოდეს რასაც გამართლება არ ექნება და ასე შემდეგ ამიტომ ეს ორი ნაბიჯი გადადგა ერთი ამიგზალა და მეორე ასე ვთქვათ მითხრა რომ ეს წაიგიწე იმის შემდეგ მართალი გითხრათ ლექსებით გატაცებული არ ყოფილა პოეზიით თუმცა ჩემი მეუღლე ძალიან დიდი მოყვარულია პოეზიის და ახალგაზრდობაში წერდა და მე გამოეცით კიდეც მისი პატარა წიგნი ლექსების წიგნი მშვენიერი ლექსები აქვს მაგრამ მეც რაღაცას წერდი მე იცის სკოლაში როდესაც დავდიოდი უკვე გაზეთებსაც უშვებდი ჩვენ თვითონ და მე უკვე როდესაც ჩემი პირველი ფილმები იყო მაშინაც ერთი ლექსი მიუძღვენი კინომცოდნეებს და სკოლაში ასეთი ლექსი დავწერე მიყვარს ის მომივიდა ერთხელ მუზა და კარებში ამეტუზა მერე თავში მაგრად დრუზა ისევ კართან აიტუზა ერთი ასეთი ლექსი და მეორე უკვე ესეც მახსოვს მე აღარ მახსოვს რომელ ფილმზე იყო არ დადეგებზე იყო თუ რომელ ფილმზე იყო იმასაც დავწერე რომ ასეთი ის იყო კინომცოდნეები თავის მოსაზრებებს თავის თავად წერდნენ და სხვადასხვა იყო და ესეთი მის მივწერე მათ რომ რატომ გონიათ ის რაც მე ვიცი თქვენ უფრო ვიცით ვიდრე მე ვიცი ძალიან ფილოსოფიური ლექსია ისე რომ აი არ ყოფილა ისე რომ საბოლოოდ ასე ვთქვათ ამიგზალა დედამ ყველაფერი თავარს მიხვდით რომ რატომ გითხრათ არ დაწერო თავარი ეს არის მე მგონი იცით მაშინ ვერასაგვირველია ვერ მივხვდი მე მეწყინა დიახ მაგრამ როდესაც გავიდა დრო მე თავისთავად ცხადია რომ მივხვდი ყველაფერს იმიტომ რომ იცით ნუ ვიტყვით ისე რომ რასაკვირველია ეს ძალადობის სისტემა იყო და ძალადობის ქვეყანაც მაგას ლაპარაკი მაგრამ შემდეგ დრო რომ გადის სულ ვფიქრობ რომ არ არის ხანა რაც არ უნდა მწარე და მძიმე იყოს ის რომ არ ყოფილიყოს რაღაც გაკეთებული რასაც მნიშვნელობა აქვს და რაც მთავარია იყო ბევრი რამ რაც როგორც სტალინს ისე ბერიას დადებითი გაუკეთებია იყო მრავალი რამ რაც ჩემთვის დღესაც აბსოლუტურად მიუღებელია და ეს პირველ რიგში ძალადობის ასე ვთქვათ სისტემა არის და ქვეყანა რაც სამწუხაროდ როდესაც დღეს გრძელდება და როდესაც ამის ელემენტებს დღესაც ვხედავ თავისთავად ცხადია მე ამის წინააღმდეგი ვარ და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ თვითონ ვის დღეს ამას აკეთებს იმდენად ნათელია ეს რომ ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად ღრმად ვარ დარწმუნებული ესე შეიძლება მიუხედავად იმისა რომ ძალადობა იმათ მიმართაც ძალადობა ჩემთვის მიუღებელია ვფიქრობ რომ ადამიანი იმდენად არის უკვე მისული გარკვეული ინტელექტუალური აზროვნების დონეზე რომ ვალდებულია ნებისმიერი დაპირისპირება სიტყვიერად მაინც აზრობრივად ჩვენ ბოლოს და ბოლოს ერთადერთი არსებები ვართ ინტელექტუალური დედამიწაზე არა გვაქვს უფლება სხვანაირი ქმედების თქვენ დროს რითი ერთობოდით და რითი თამაშობდით? ჩვენ დროს მარტო თამაში კი არა, აი როგორც კი ქუჩაში გამოხვიდოდი, თითქოს იგრძნობდი რითი არსებობდა ეს ბავშვობა და ახალგაზრდები და ბავშვები. ფანჯარა თუ ღია იყო ბინის სულის მოდა მუსიკის ხმა, ან ფორტეპიანოს ხმა, ან სიმღერა, ან ვიოლინოს, ან ნებისმიერი ინსტრუმენტის.
იცით გამოსვლა ეზოში საღამოობით ეს იყო უწყვეტი გაცვლა გამოსვლა აზრის რომელიც ხშირ შემთხვევაში ისევ ხელოვნებასთან მიახლოებით თავდებოდა ლექსების თქმა, იქვე სიმღერა და ასე შემდეგ. მე ბავშვებზე ვამბობ. თამაში თავისთავად ცხადია. უმძიმესი პერიოდი იყო და შემიძლია გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ ვიდექით თქვა პურის რიგებში და ასე შემდეგ, ეს ამის გარეშე ვერ ხდებოდა დედა მუშაობდა, ესე იგი ვიღაცას ხო უნდა მოეწანა და ვიდექით ყველაფერი ეს უარესიც იყო, იცით, იყვნენ ეზოში სადაც ბევრი ხალხი ცხოვრობდით ერთად, იყვნენ როგორ გითხრათ, ჯიბის ქურდებით ყველაფერი იყო, იმიტომ რომ მძიმე პერიოდში ეს განსაკუთრებული თითქოს ყველა თავისუფალი ხდება, ვისაც ისი კეთება შეუძლია და ეს საშინელება არის კანონის ის ირღვევა ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ჩვენ პატარებს ხშირად აი ჩემი მეზობელი რომელიც ჯიბის ქურდი იყო ერთ-ერთი იცით ამ დროს ფორტეპიანოზე უკრავდა არაჩვეულებებს და ბღეროდა და იმასთან ჯდომას არაფერი ჯობდა. გავარჯიშებული ხელები ქონდა. მართალია. იმს გვეუბნებოდა ხოლმე რომ აბა ერთი აქ დადექი და თუ ვინმე გამოჩნდება დამიძახეობ რა ჩემი სახელი დაიძახე. თურმე ატანდაზე ვიდექი, აი წარმოიდგინეთ თქვენ ესე იგი. იქ მიდიოდა ნარდის თამაში და ნარდის კი არა, ხომარის თამაშიც. აი ასეთი პერიოდიც იყო, ესე იგი, ყველაფერი ეს ჩვენ გამოვიარეთ, ყველაფერი ეს ვნახეთ და მე დგება რაღაც მომენტ, როდესაც შენ უკვე ფიქრობ, კი, მაგრამ მე რა მინდა, აი მე რა უნდა, მე როგორი და აი მაშინ იყო სწორედ არ მახსოვს მერვე კლასში ვიყავი, თურმე კლასში ვიყავი, აი მაშინ ვიგზენი რომ და რატო ვიგზენი ალბათ იმიტომ რომ მაშინ იტალიური ნეორეალიზმის ფილმები გამოვიდა იცით ბევრი იყო შესანიშნავი ფილმები კინოთეატრებში და დავრბოდით მაშინ იყო ეს პერიოდი როდესაც კეთო და კოტე ვნახე პირველად ფანტასტიკური ფილმი ხო მთელი კლასი ღეროდით ერთად კარგი კლასი იყო გითხარით მე თქვენ გურამ ზვანელი იყო ჩემ კლასში და ეს ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ასეთი ანსამბლით ჯგუფი შექმნა სკოლიდან კინოთეატრში გავრბოდით ხანდახან შატალოზე მივდიოდით პირდაპირ კინოთეატრში და დირექტორი დადგებოდა გააინთებოდა შუქი გამოგხრიდან იქიდან ისე სკოლაში და ასე შემდეგ ხო ეს ამას იმიტომ ვამბობ რომ აი მაშინ დადგა იტალიური ფილმები და კეცო და კოზეს რო ნახე მაშინ დადგა რომ ეს არის ალბათ ის რისი კეთებას მე მინდა ძალიან და აი მაშინ გადავწყვიტე რომ ეხლა უნდა ვისწავლო დავიწყე მაშინ სწავლა და კარგათაც დავამთავრე. უნდა მესწავლა იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მოხვდებოდი მე ინსტიტუტში. ის მძიმე პერიოდი იყო და როგორ გითხრათ, რეპრესირებული შვილებს მოსკოვში იშვიათად იღებდნენ ასეთ კარგ ინსტიტუტებში. რეაბილიტაციის მერე ჭირდა რეპრესირებული შვილის მიღება? არა, მე რეაბილიტაციამდე ვაბარებდი. მაგრამ სტალინი გარდაცვლილი იყო უკვე, როდესაც ჩავედი ინსტიტუტში ჩასაბარებლად და ნორმალურად ჩავაბარე, თუმცა კარგად ჩავაბარე. медали მქონდა უკვე და აქედან გამომდინარე მხოლოდ სპეციალური საგნები ჩამოვარებიეს და იმაში თავისთავად დიდი მაღალი ნიშანი ეწერებოდა იმაში არ ვკითხავდნენ არაფერს მაგრამ კიდე ერთი გამოსთა ჩამეტარეს როცა მივედი და სიაში არ იყო ჩემი გვარი და კარგი ნიშნები მქონდა ვიცოდი მითხრეს რომ შენ კიდე ერთი გამოსთა უნდა ჩააბარო და რომ მივედი უკვე სულ სხვა ხალხი იჯდა იქ რომლებიც მშობლებზე მკითხეს მამაზეს თავისთავად ცხადია რას აკეთებდაო ეს მითხრეს მე უთხარი ვიოლინოზე უკრავდა კარგი თადიაზე გამიშვეს ბატონო მერაბს როგორც სკოლაში უმაღლეს სასწავლებელშიც გაგიმართლათ იქაც ძალიან კარგი თანატოლები შეხვდნენ ელდა შენგელაია მახსოვს მე მგონი ოთარ იოსელიანიც ადამიანები იცით როგორი იყო ამას ქართულ კომუნას გვეძახდნენ ჩვენ საერთაშორისოში ცხოვრობდით ორ ოთახში ესე იგი მეორე თუ მესამე კურსზე რო ვიყავი ვინ და ვინ ვიყავით კეთვით ელდარი უფროსი იყო ჩემზე 2 წლით ელდარ შენგელაია მერე გიორგი ჩამოვიდა გიორგი სწავლდა ოთარ იოსელიანი
ბაადურ წულაძე, იურა ქავთარაძე, რომელსაც უკვე დამთავრებული ქონდა უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი კი არა, ჩვენი ინსტიტუტი და უკვე ფილმს იწყებდა იქ მოსკოვში. ცალკე ოთახში იყო ბაადურ წულაძე, იქით ოთახში ოთარ აბესაძე. 2 წლის შემდეგ ლანა ღობერიძე ჩამოვიდა ჩვენთან სასწავლებლად. გენო წულაია, ერთად ჭამდით, ერთად ცვამდით, ერთად დაბადების დღეები ერთად ქონდა, ერთად დადებული ქონდა ეს ჩვენი სტიპენდიები, თუ რა ქვია მაგას ხო და იმითი ვარს ჭამდით, თორე ისე უცებ გვეხარჯებოდა და სულ მშივრები ვიყავით მე და ამ კომუნის თავმჯდომარე დავირიჩეთ ელდარ შენგელაევაში. ბატონო მერაბ, რითი ერთობოდით მაშინ, რა იყო გასართობი? ურთიერთობა იცით როგორი იყო, საღამოობით ყველა ერთად ვიყავით. და საღამოობით ყველა ცალ-ცალკე სხვადასხვა კურსებზე, სხვადასხვა ჯგუფებში და აი სულ მიდიოდა საუბარი იმის შესახებ, რა გავიგეთ, რა გავაკეთეთ, როგორ იყო, რა იყო. ის კი არა ჩემი პირველი ფილმი, რომელიც ინსტიტუტში გადავიღე, ხმელიციფელი, ასეთი ფილმი მქონდა მე. როდესაც მე უთხარი, რომ აი ბიჭებო, მე უნდა გადავიღო ხმელიციფელი. ჩაფიქრდნენ ყველანი და თამაზმელიავამ და მითხრა, რომ ბიჭო, შენცი თამაზი სულ მერა ბულკას მეძახდა, იმის რომ ყველაზე პატარა ვიყავი, 18 წლის ვიყავი, რომ ჩავაბარე. ის კი რო ჩავაბარე, სულიკო ჟღენდი, შესანიშნავი დრამატურგი, იმას უკვე ომი ქონდა გამოვლილი. და როდესაც შევედი ინსტიტუტში, დამინახა, სიგარეტს ეწეოდა, მიყუდებული იყო. გამარჯობა, შენ ვინახარ რომ ის მე უთხარი ესე რა გინდა ჩაბარება მინდო რამდენი წლის ხარ 18-ის უთხარი ჩაბარე მაგრამ ძალიან ისე დარჩა ხო და რო უთხარი ამ ხმელწიფელზე თამაზმა მითხარ რომ კაცო ხე არის და როგორ უნდა ალაპარაკო ეს ხე მე უთხარი მე ვიცი კუნესით დაიწყება ყველაფერი რა კუნესითო მე უთხარი ნაჯახს დაარტყავს გლეხი და აკუნესდება და მერე წავა ტექსტიო. ჩაიქნია ხელი და ოთარი ოსელიამმა თვალი ჩამეკრა. გააკეთე ოთარი უფრო თავისუფალი იყო. თამაზი როგორი იყო იცით? უნიჭიერესი ადამიანი რა. თამაზმელიავა. მოგიხსენება თეთრი ქარავანი ერთად გადაიღეს მაგათ და შემდეგ ადრე გარდაიცვალა თამაზ. მოკლედ აი ესეთი იყო გაცლა გამოსვლა იყო უწყვეტად და ჩვენ მეგობრებად სუბოლომდე დავრჩით უკეთესი მეგობარი დღეს ელდარი ჩემზე უფროსი არის ლანა ღობერიძე ჩემზე უფროსი არის ჩემი მეგობრები სულ წავიდნენ აი დავრჩით რამდენიმე ადამიანი ჯერჯერობით კიდე ერთი დიდი ადამიანზე მინდა გითხოთ სერგო ფარაჯანოვი იყო მამა თქვენის მოსწავლე ხო თქვენთან და მე ასეთი რაღაცა თქვენთვის ნათქვამი მე ვარ შენი ნათლია კინოშიო ხო? ეს რატომ თქვა და იქნებ გაიხსენოთ სერგო ფარაჯანოვზეც რა. როგორ არა. სერგო ფარაჯანოვი ძვირფასი ადამიანი იყო, ჩემთვის ჩემზე უფროსი იყო მართალია. ყველაზე მეტად მეგობრობდა მაინც თამაზმელიავასთან. ერთად ჰქონდათ. მე როდესაც ინსტიტუტში ჩავაბარე სერგო აღარ იყო, დაპატიმრებული იყო ის პერიოდი. მე კიევში წავიდა სამუშაოდ და ასე შემდეგ. მაგრამ სერგოზე მე ადრეც ვიცოდი. ის მამაჩემის მოწაფე იყო, ვიოლინოზე უკრავდა ისიც. და რატომ დამარქვა მითხრა რომ შენი ნათლია ვარო კინოში ხო? იმიტომ რომ თურმე მე შეფუთნული ვიწექი საწოლზე. ვიწექი კი არა ეს мама 2 წლის ვიყავი რომ დააპატიმრეს 2 წლის ნახევრის ხო და ესე იგი მაშინ იყო სერგო რო სწავლობდა სერგო იქნებოდა ალბათ 8 წლის 9 წლის დაუძახეს მამას ჩვენთან სახში ხდებოდა ეს ამბავი და мама მუთხრა სერგო სერჟიკ занимайся я сейчас вернусь რუსულად ლაპარაკობდა ხო გავიდა мама სერგომ დააგდო ვიოლინო და დაიწყო ჩემთან თამაში ამიყარა ხელში რაღაცა ერთი ამბავი გაიღო კარი შემოვიდა мама სერგოს გაუვარდი ხელიდან და დავარდი იმას აი ამიტომ იყო რომ მითხრა რომ შენ ჩემი კინოში ჩემი ნათლია ხარ მითხრა მეტი ციცი არაჩვეულებრივი კაცი იყო სერგო
რო შეხვდებოდა რამე რო არ ეჩუქებინა არის ვარიანტი არისო რა მაქვს რაღაც მისი ნაჩუქარი სხვადასხვა რაღაცები და ერთ დღეს ერევანში იყო ფესტივალი კინოფესტივალი ეს თქვენ ყველაფერი იცით ისე მეჩვენება ესე ციცი კინოფესტივალი არა ერევანში იყო კინოფესტივალი დიდი მწვანებელი მქონდა გადაღებული დიდი მწვანებელი იყო ჯერ აკრძალული არ იყო ახალი გადაღებული იყო მე აკრძალეს ხო და მიიღო 3 პრიზი ერთი იყო რეჟისურაში მეორე იყო სახვით გადაწყვეტაში მესამე იყო შესანიშნავი პრიზი დოდო აბაშიძისთვის საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ეს პრიზები გადმომწეს სერგო მოვიდა ჩემთან მეუბნება შენ რა პრიზები მოგწეს მე ჩამოუთვალე კი მაგრამ ყველა პრიზი შენ აგიღია და მთავარი პრიზი რა ვიცი სერგო აბა აი ეს იქნება შენი მთავარი პრიზი ხელში ჩამჩა ეჭირა ლამაზი სომხური ჩანჩა თქვენს ქართველებს მაინც გიყვართ ღვინის სმა აი მამა დედაშენმა მოხარშოს გლინტვეინი ამოიღებს ამი დაისხამ და დალევთ რა კარგი პრიზი გადაუცია არაჩვეულებრივი პიროვნება იყო საინტერესო კაცი ძალიან ესა ბატონო მერა აკრძალვა ახსენეთ დიდი მწვანებელი იყო აკრძალული ამ აკრძალვის შემდეგ არ გიჭირდათ რეჟიმთან ურთიერთობა ასე ვთქვათ ახალი ფილმის გადაღება თუნდაც და ზოგადად აკრძალული ფილმის რეჟისორს რა პრობლემები ჰქონდა მაშინ ნუ პირველ რიგში ეს იყო მორალური სტრესული პრობლემები, როდესაც აღარ გაძლევენ საშუალებას ის გადაიღო რა ჩვენ გინდა ეს უმძიმესი არის თავისთავად ცხადია. თანაც ფილმი აკრძალული იყო 8 წელს, 8 წლის განმავლობაში. 87-ში დავამთავრე, 88-ში აისურვეთ ეს ერევნის ფესტივალი და მე მორჩა აკრძალეს. რაც თავარია, ყველაზე საწყენი ის იყო საქართველოში აკრძალეს. არა მარტო საქართველოში და რუსეთში სულ დაიბეჭდა რამოდენიმე ასლი და ვინც მიიღო და მე გაკვირვებული ვიყავი როგორ მიიღო მან ეს იყო მოადგილე საკავშირო კინოკომიტეტის ის კინომცოდნე იყო თვითონ და მითხრა რომ კაცო რაღაც ცუდი ამბები მითხრე შენ ფილმზე და ის ცუდი რაღაცეები ვერ ვნახეო მე აქო და იცი რა ფილმი იქნება მცირე ტირაჟით და მოითმინე დავადრო და ყველაფერი იქნება ესე მითხრა ისე გაკვირვებული დავრჩი მაგრამ ფილმი ფაქტიურად 95 წლამდე აღარ უჩვენებია 95 წელს გერმანელებმა აჩვენეს პირველად ბერლინში ისიც ქართული კინოს დღეები იყო და როგორც აღმოაჩინეს მე არ ვიცი საიდან 95-ში თუ 75-ში ხო და აი იმას ვამბობდი რომ ესე მოხდა ეს აკრძალვა ამისი მაგრამ საქართველოში აკრძალეს იცით როგორ არის 2 დღე გაუშვეს ფესტივალზე ხო იყო ფესტივალიდან ჩამოვიდა და 2 დღე გაუშვეს ეკრანზე და 2 დღის შემდეგ დაიწერა გამანადგურებელი რეცენზია ჩემ ფილმზე და თენგიზ აბულაძის ვედრებაზე სადაც ეწერა რომ მაყურებელი სტოვებს დარბაზს ამის შემდეგ მოხსნეს ფილმი აღარ ყოფილა და ესე ეს ჩემ ფილმებისთვის ეს ხშირი ამბავია იცით აი ხომ გითხარით მიხა ასეთი ფილმი მქონდა მე იმის მიხედვით მიხეილ ჯავახიშვილის მოწვევის მიხედვით და მიხა არ მომწეს მიხას გადაღება 6 წლის განმავლობაში 56 წელს ჩამოვიტანეს სცენარი მე დამიშვეს დაიწყო თითქოს მოსამზადებელი პერიოდი არჩევა მსახიობების ყველაფერი მე აკრძალეს ყველაფერი და 64 წელს მომწეს უფლება გადამეღო ისე რომ ეს დაგვიანებებს თითქოს შეჩვეული ვიყავი მაგრამ იმას რომ ეს გაგანადგურებენ რთულია ძალიან რა არ დამემართა ინფარქტი დამემართა რაღაცეები ეს ყველაფერი იყო მაგრამ მაინც რაღაც მოახერხე ჯერ ერთი ნოდარ დუმბაძემ მიშველა ძალიან მისი მოთხრობის მიხედვით გადავიღე და გადავიღე ფილმი ოღონდ არ მომწეს გარკვეული მონაკვეთების გადაღების უფლება რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის
ფინალური საზღვარზე ხდება ამბავი გახსოვდეს ალბათ და იქითაც ქართველები, აქეთაც ქართველები და როდესაც შველა ჭირდება იქითურებს, აქეთვიდან არ უშვებენ და ეს მწვავედ ქონდა გადაღებული, ეს არ გადაღებული კი არა, ჩაფიქრებული არ გადამაღებინეს და მერე რუსმა ოფიცრებმა და გენერლებმა, რომლებიც მოსკოვის კინო ამ ცენტრში იყვნენ, ვინც იღებდა ფილმს, რედაქტორებთან ერთად 20 წუთი ამოჟრეს ფილმიდან. ფილმიდან 20 წუთი ამოჟრა, ეს არის ერთი მეოთხედის ეს ვერ წარმოიდგენს ესეთი რა. ისე რომ ამას მოყვა ყველაფერი, რომ მე ცუდად გავხდი მწვერვალებზე ვიყავი, გადაღებებზე, პამირზე ვიყავი, ძალიან მაღალი დიდი სიმაღლეებია და როდესაც ჩამოვედი დუშანბე ერქვა მაშინ მაგათ დედაქალაქს, დუშანბეში არა ეხლაც ესე ქვია. კი, ეხლაც სხვა იმებში გავხდი პირველად იქ ცუდად და მე უკვე აღმოჩნდა რომ ინფარქტი იყო და არა უშავს ეს ყველაფერი გადავიტანე სამანტოფოში, ძალიან დამეხმარენ ყველანი მეგობრები და აი მე დაიწყო უკვე ახალი ეტაპი. ბატონო მერაბ, მიუხედავად ამ აკრძალვის ამ პრობლემებისა, თქვენ ხაზს მაინც არ უარყოფდით და თქვენი ფილმები, რაც მე მინახავს, ყველაში ხაზგასმულია თავისუფლება, რასაც საბჭოთა რეჟიმი ყველაზე მეტად ებრძოდა. რატოა თქვენთვის მთავარი იდეა თავისუფლება? მარტო თავისუფლება არა, თავისუფლება თავისთავადია პიროვნული თავისუფლება, კი ბატონო. თავისუფლება და ჩემ ფილმებში კიდე ერთი ის არის, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი, ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ პირველი ჩემი ფილმები ქართულ ლიტერატურულ კლასიკაზე არის დაფუძნებული. ხმელწიფელი გითხარით უკვე მიხა არ დადეგებიც რეზო ინანიშვილი უსწინვალე მწერალი ხო რეზო მერაბ ელიოზიშვილი არ დადეგების ისა და ეროვნულობა თავისთავადია ეს არის ჩემთვის თავარი სიმართლე თავისთავადია თავისუფლება და სიმართლე და თავისუფლება ესეა ერთმანეთში გადაჯაჭვული და აქედან გამომდინარე თავისთავადია როდესაც ჩემ შვილებზე ლაპარაკობდით ჩვენ მაშინაც როდესაც მე ვხედავდი რომ ისინი სიმართლისკენ მიდიან ყოველთვის სრული თავისუფლება ჰქონდათ ოღონდ ბუნებრივია დემოკრატიულ სისტემაში და სიტუაციაში აი ქვეყანაში ის რაც ახლად დაბადებულ საქართველოში მოხდა როდესაც ყველას ეგონა რომ ის რასაც აკეთებს სიმართლეა და მას ამისი უფლება ასე არ არის თავისთავად ცხადია ეს გარკვეულ კანონში უნდა შდებოდეს თორე სხვანაირად ყველაფერს დაანგრევ არავითარი დემოკრატია არ იქნება თუ არ გაიცვალისწინე ყველაფერი ის რაც თავისუფალ კანონიერ არსებობასთან არის დაკავშირებული. ჩემი ფილმებიც ასე იყო. მაშინ საბჭოთა პერიოდში რასაკვირველია, ბევრი რამ არ აწყობდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ საქართველოში, კინოში, ქართულ კინოში პატრიოტები იყვნენ. ნუ იფიქრებთ, რომ არ იყვნენ პატრიოტები. ესე იგი, რეზო ჩხეიძე იყო წლების განმავლობაში ქართული ფილმის დირექტორი. იყვნენ კინოკომიტეტში ასევე ძალიან თავისუფალი ადამიანები, რომლებიც თავისუფლად ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ როგორმე, ასე ვთქვათ, ის გზა ეპოვათ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო თავისუფლების თქმა კინოში, სხვისთვის, თავისთვის და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, როდესაც ჩვენ უკვე პირველი ფილმები გადავიღეთ და თითქოს უკვე მხარად ვიყავით, მოვიდა ჩვენთან მერე ის ცეკავს დივანის იყო გურამ ენუქიძე იდეოლოგიის დარგში და გურამა თქვა, ეხლა თქვენ უნდა შეხვიდეთ პარტიაშიო. ნუ ამ სხდომის შემდეგ გამოვედით გარეთ და ვთქვი რა პარტია როგორ შევალ მე პარტიაში გიორგი შენგელაი რომელიც ძალიან ემოციური ატყდა და რაღაცა ელდარი და ლანა ჩუმად იდგნენ ელდარმა თქვა იცი მე ვფიქრობ რომ ის უბედურება რა ჩვენ გვჭირს შიგნიდან უნდა გატყდეს ვა ელდარ მეუთხარი მე შევალ და შევეცდები ეს გავაკეთო
და ის არაჩვეულებრივად ელდარი შიგნით უკვე როდესაც დეპუტატი იყო და ასე შემდეგ მან კინოსთვის ძალიან ბევრი კარგი სიკეთე გააკეთა. ერთ სიკეთეს გეტყვით, რომელიც ელდარმა და ოთარ იოსელიანმა ერთად ალბათ ლანაც იყო ამას ჩარეული, ერთად ასე ვთქვათ იფიქრეს და იმუშავეს. ეს იყო ქართული კინოს ცენტრის შექმნა, ესე იგი იმ დაწესებულის და იმ დებულების, რომელიც ფრანგულ დებულებაზე არის დაფუძნებული. მაშინ მოგეხსენებათ ოთარ იოსელიანი საფრანგეთში იყო უკვე წასული, მან კარგად იცოდა იმათი აი როგორი წესდება არის რა არის და აი ძალიან ბევრი რამ გადმოვიდა ქართულ ამ კინოს განვითარების დებულებაში, რაც სწორედ თქვენ ბრძანეთ თავისუფალ ხელოვნებაზე არის დაფუძნებული. იმიტომ რომ თავის დროზე ხო გახსოვთ საბჭოთა კავშირს აბსოლუტურად სხვა ის ჰქონდა, რომ ხელოვნება საბჭოთა ხელოვნება არის სოციალისტური არსით და ნაციონალური იმით. ამის შესახებ არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, მე და დოდოს რა ამბები გადაგხვდა გერმანიაში. არ ვიცით. არ ვიცით. დიდი მწვანეველის პრემიერა იყო ბერლინში. შეგვხვდნენ არაჩვეულებრივად და შემდეგ უზარმაზარი დარბაზი, სადაც ჟურნალისტები, კინემატოგრაფები ყველანი შეხედან და დოდო არის ჩოხაში. მიდის სუფრა, თან ჩაწერა ყველაფრის იწერენ კითხვები არის და ერთი ჟურნალისტი ჩააცივდა დოდო აბაშიძეს. აი ეს არის სოციალისტურია საბჭოთა ხელოვნებო, ესე იგი წერია თქვენ კანონშიო და ნაციონალურიო. რას ნიშნავს დოდომ ჯერ არის და თავი არ პასუხობს, ჩააცივდა კაცო, არ შორდება ეს. უცებ დოდო ფეხზე ადგა, მშვენიერი ლამაზი კაცი ჩოხაში. მე ვარ სოციალისტური რეალიზმი თქვა. მე ვარ აი ხედავთ რაც ვარ ნაციონალური ფორმით და ჯიბეში კი არა, ჩოხის იმას ჩაიყო და წითელი პარტბილეთი და ნაზად თქვა და სოციალისტური არსით. აუ დოდო აბაშიძე ჩემთვის არის ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი პიროვნება, მსახიობი, არ ვიცი ყველაფერი და ერთი ისტორია მეც რომ მოყვე შეიძლება. გასაკვირველია. ირანში გადასცეს რაღაც აღარ მახსოვს რომელი იყო და იქ იყო ჩასული დოდო. ოქროსის გადასცეს ჯილდო ოქროსი იყო. ხო და ირანის შაჰის მეუღლეს უთქვამს რომ ეგო სუფთა ოქრო არისო 16 გრამიო თუ 26 გრამიო აღარ მახსოვს და დოდო აბაშიძეს პასუხი გაუწია რომ მთელი ჩვენი ოქრო და ვერცხლი და მთელი საქართველოს ავლადიდება თქვენ გაძიდეთ ახლა 16 გრამს მაყვედრიო. აუ ძალიან და მე საერთოდ შეხედვაც არ შეიძლებოდა და ხელი ჩამოართვა დედოფალს და ემთხვია თურმე და ეგ იყო რაღაც არ ვიცი. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. როგორი დედა ყავდა იცით დოდოს? ნინო ანდრონიკაშვილი, შესანიშნავი ქალბატონი. მამას ვერ მოვესწარით დოდოს მამას, ისიც რეპრესირებული იყო. ბატონო მერაბ, ასე აი ბუმბერაზი მსახიობებთან გაქვთ ნამუშევარი, რთული არ იყო მათთან მუშაობა? მე პირიქით ძალიან იული იყო. რატომ გეტყვით? იმიტომ რომ იცით რა არის, აი დოდო პიროვნება იყო, რომელიც თვითონ ქმნიდა შემოქმედებით ატმოსფეროს და სიტუაციას. ის ყველასთან იყო, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად შემოქმედებითი პიროვნება. სახლიდან გამოსული ვინც არ შეხვდებოდა, აი ასეთი იყო და ამიტომ გადაღების მოედანზე რომ მოდიოდა, ყველა შემოქმედებითი მასში ერთვებოდა, იცით? ერთადერთი რაც მას არ უყვარდა, ეს გახმოვანება იყო. იმიტომ რომ იქ ის თავისუფალი ვერ იყო, იცით? კი, ტექსტი ყველაფერი იცოდა, მაგრამ ხანდახან ტექსტები იცლებოდა. ოღონდ მას თავისებურად ეთქვა და თავისი ეთქვა, ეს იყო მისთვის ყველაზე მთავარი. ის რაც სათმელი იყო, თავის
არაჩვეულებრივად ნიჭიერი მსახიობი ყველა ჟანრში. მარტო ის არა, იცით, ზურაკაფიანიძე ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, ბევრი ნინელი ჭანკვეტაძე, კახი კავსაძე, რას ამბობთ, მე ბედნიერი ვარ, რომ მათთან მომიწია მუშაობა. თქვენი საყვარელი ფილმი რომელია თქვენი გადაღებული? ამის თქვა ძალიან ძნელია. ყველა საყვარელია, იცით, შეუძლებელია არ გიყვარდეს და ისე მუშაობდე. ყველა დოკუმენტურიც, რომელიც გადავიღე, მხატვრული თავის დავაცხადია, შეფასებებით დიდწვანებელს აფასებენ ძალიან, მიხასაც აფასებენ. რა ვიცი, ეხლა ახალი ფილმი გავაკეთე, ეს არის ტერცო მონდო და უნდა ყოფილიყო ეხლა ფესტივალზე, იცით, მაგრამ ფესტივალი ყველა დარბაზები ეხლა დახურულია და ფესტივალიც გადადეს. როდესაც იქნება თუ მობრძანდებით გამეხარდება, იმიტომ რომ აქაც ასე ვთქვათ, ყველაფერი რაც მაწუხებდა და მაღელვებდა ქართველ ადამიანზე, თანაც ძალიან კარგი მსახიობები მყავდა, ჭოლა ლევან წულაძე და დუტა სხირტლაძე. ხოდა ქალბატონი ქეთა შათირიშვილი კიდევ სამი ძირითადი მსახიობი. იქ სხვადასხვა ფოტოებია და ქეთა აი წითელ ქურთოკში როა ის არის. ასეა თუ ისეა, მათთან ძალიან ვისი ამოვნე, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ის რაც ჩვენ დღეს ძალიან გვახასიათებს, როგორები ჩვენ ვართ და როგორიც ალბათ ვიყავით საუკუნეების განმავლობაში, ის შეძლეს და მიუახლოვდით თითქოს ჩვენ ამას. იმ დადებით და იმ უარყოფით, რაც ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია გავახაროთ და მე ისე ვიძალადოთ, რომ ღმერთმა ნუხნას. ჩემი რომელია საყვარელი ფილმი ბატონი მერაბის გადაღებული ფილმებიდან. ცხელი ზაფხული 3 დღე. ყოველთვის ხვდებოდა გულში, არ ვიცი, ტვინში, გონებაში და არ ვიცი, რაღაცა სარკეში ჩახედვასავითაც იყო ხოლმე რა. და მოდი ერთ-ერთ მონაკვეთს გავიხსენებ. დიდი მადლობელი ვარ, მე ძალიან მიყვარს ეს ფილმი. აუ არა, მართლა საოცარი. ჩემი ნუცა სკოლა. აი ხო ხედავთ, ესე იგი, დიდი მადლობა. ბატონო მერაბ, ნინელი ჭანკვეტაძე ეკითხება თამრიკო, კახი კავსაძეს გმირს. რა არის ის ცხოველმყოფელი ძალა, რომელმაც ჩვენი პატარა ერი დღემდე შემოინახავდა? თქვენი აზრით რა არის ეს ცხოველმყოფელი ძალა? თვითონ თამრიკო პასუხობს ფილმის ბოლოში. ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. მე მაგალითად არ მომბეზდება თქვენთან საუბარი, მაგრამ მოგვეცა შანსი და დავთანხმდით და ძალიან დიდი მადლობა რასაბჭანებთ და თქვენ ვინც ასე ვთქვათ გაფინანსებთ და გაძლევთ საშუალებას იმუშაოთ, იმათაც ჩემი მადლობა გადაეცათ. აუცილებლად დიდი მადლობა სექტორი დესამს, რომელიც გვერდში გვიდგას, ყველანაირად გვეხმარება და ამავე დროს გვანებივრებს ყველას ისეთი კარგი პურით, რომელიც შვილებს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს შეგვიძლიათ ამამხ თავჭამოთ. ბატონო მერაბ, ერთსაც ვიტყვი და ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღე არის დღეს თქვენ რო შეხვდით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩემ აზრსაც ახმოვანე. იმედია მაყურებელიც ძალიან საინტერესო და კარგი საუბარი გამოგვივიდა, ბევრი კარგი ამბავი მოვისმინეთ და მოკლედ მამების დროს აუცილებლად უყურეთ ყველგან, სადაც ინტერნეტია. შემატყობინეთ როდესაც აუცილებლად კი ბატონო, უყურეთ მამების დროს, არაერთი კარგი სტუმარი გელოდებათ კიდევ. და გამოგვიწერეთ აუცილებლად. დიდი მადლობა თქვენ.